ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ მისი მეუღლის და ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრის კოტე იოსელიანის ბოდიში ბიძინა ივანიშვილის შვილის უტა ივანიშვილისადმი გატაცებისა და ზეწოლის შედეგია. ბოკუჩავას თქმით, კოტე იოსელიანს სადარბაზოსთან 5 ნიღბიანი პირი დახვდა და თავს დაესხა, რის შემდეგაც თვალები აუხვიეს და გაიტაცეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მის მეუღლეს ემუქრებოდნენ, მათ შორის ბავშვების უსაფრთხოებით. ჩემს მეუღლეს ჩვენი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე ვაკის აუზთან, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენ სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, ღამით ჩაუსაფრდა 5 ნიღბიანი პირი. მას ეს 5 ნიღბიანი პირი თავს დაესხა, თუმცა მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიყენება მათ ვერ შეძლეს. ამ ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ჩემი მეუღლე ჩასვეს მანქანაში, მას აუხვიეს თვალები და თვალებ ახვეული და ხელებ შეკრული გაიტაცეს უცნობი მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენთვის შეუძლებელია დავადგინოთ ზუსტი ლოკაცია მისი გატაცების, რადგან ის იყო თვალებ ახვეული მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, თუმცა დისტანციიდან და ტრაექტორიიდან გამომდინარე ჩვენ ვარაუდობთ, რომ ის გაიტაცეს და შემდგომ მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ეგრეთ წოდებული მოდულის შენობაში. მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა და მუქარა და მას ემუქრებოდნენ კონკრეტულად ბავშვების უსაფრთხოებით. ბოკუჩავას აზრით, მისი ქმრის გატაცების რეალური მიზეზი არა უტა ივანიშვილზე 7 წლის წინ გაკეთებული განცხადება, არამედ მისი როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის დაშინებაა. უტა ივანიშვილზე 7 წლის წინ გაკეთებული განცხადება, რომელზეც კოტემ ფაქტიდან 3 დღეშივე საჯაროდ მოიხადა ბოდიში. გუშინდელი კოტეს ძალადობრივი გატაცების რეალური მიზეზი არა და ეს არის მხოლოდ საბაბი. რეალური მიზეზი კი არის ჩემი დაშინება და ჩემი გაჩუმება. არ მეშინია, არ გავჩუმდები და ყოველთვის ვიტყვი სიმართლეს. რადგან მხოლოდ სიმართლით შეგვიძლია დავამარცხოთ რეჟიმის სიცრუე, რეჟიმის სიმხდალე, რეჟიმის ბოროტება და მათი ღალატი. ბოდიშის ვიდეო კოტე იოსელიანმა საკუთარ Facebook გვერდზე გუშინ 8 ივნის გაავრცელა. 59 წამიან მიმართვაში ის ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ უტა ივანიშვილის სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში ხდის და მისი ორიენტაციის შესახებ არასდროს არაფერი სმენია. მოგესალმებით, ამ ვიდეოს წერ ბოდიშის მოსახლეად რამდენიმე წლის წინ უტა ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივად ხდებოდა Facebook პოსტები, სადაც განიხილებოდა ეს საკითხი. გულწრფელად უტას ბოდიშს ვუხდი ამის შესახებ, რადგან ეს იყო სიცრუე და მე მისი ორიენტაციის შესახებ არასოდეს არაფერი ამ სმენია. ერთადერთი რაც ვიცი, მას ყოველს კარგად ახასიათებენ და ნორმალური ადამიანია და მის მოშკაცობაზე საუბრობენ. ეს იყო ტყუილი, რაც მე ვთქვი და ბოდიშის მოხდა არასოდეს არ არის გვიანი. რაღაც გარემოებები შეიქმნა, რის საფუძველზეც მე რაღაც იძულებული გავხდი ამ ფორმულირებით მეთქვა ეს ყველაფერი, რასაც მართლა გულწრფელად ნანობ და მინდა კიდევ ერთხელ ბოდიში მოვხადო უტა ივანიშვილს. კოტე იოსელიანმა წლების წინ გაკეთებული განცხადებისთვის ბოდიში მაშინვე მოიხადა. გუშინ გავრცელებული ბოდიში კი ამ თემაზე რიგით მეორეა. დღეს თინა ბოკუჩავას მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ მის მეუღლეს კოტე იოსელიანს საგამოძიებო უწყებიდან დაუკავშირდნენ და გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ნაციონალურ მოძრაობაში ადასტურებენ. თინა ბოკუჩავას თანაპარტიელებისა და სხვა ოპოზიციონერების შეფასებით მძიმე მოვლენები, რაც ქვეყანაში ყოველდღიურად ხდება, უკვე კადიროვის საქართველოა. როგორც ოპოზიციაში ამბობენ, კოტე იოსელიანის გატაცება მიმართული იყო თინა ბოკუჩავას და იმ პარტიის განეიტრალებისკენ, რომელსაც ის წარმოადგენს. ეს პირველი შემთხვევა არ არის და ვარაუდობ არც უკანასკნელი, როცა ზეწოლა ხორციელდება, ყველაზე უფრო არაკაცური, არაქართული და უმძიმესად კრიმინალური ფორმებით და ყველაზე უფრო მოწყვლადი, ასე ვთქვათ, სუბიექტების მიმართ მუქარით გულისხმობ ბავშვებს და მათ შორის პირველ რიგში მცირეწლოვან ბავშვებს. ეს არის კადიროვის საქართველო, ეს არ არის საქართველო. ასეთი რამ უპრეცედენტოა ქვეყნისთვის, ასეთ რამ არ უფიქრია იგორ გიორგაძესაც კი ათეულობით წლების წინ, ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის ეს უცნობია და ამას კადრულობს ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისბიჭები. ამგვარ ვითარებაში ხაზგასმულად ვამბობთ, სრულიად წარმოუდგენლად მიგვაჩნია ამ რეჟიმთან რაიმეზე
თუნდაც ირიბი თანამშრომლობა და უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია სრული არ თანამშრომლობის რეჟიმი, სრული ბოიკოტირება მათ მიერ მოწყობილი სამარცხვინო სპექტაკლებისა. შემზარავია წარმოიდგინო როგორ შეურაცხყოფენ ჩვენ ქვეყანას თითოეულ მოქალაქეს ის ადამიანები, ვინც აკადრებენ საქართველოს მსგავს საქციელს. ბავშვები ჩანტაჟი, მოტაცებები, ბოროტ მოქმედება, რომელსაც არ იმსახურებს ეს ქვეყანა, არ იმსახურებს საქართველოს, არც მისი ისტორია, არც მისი აწყო და არც მისი მომავალი. ეს არის ქვეყნის მორალის, ქვეყნის საფუძვლების გრევა. სწორედ ამიტომ ჩვენი უპირველესი და ყველაზე მთავარი ამოცანა არის ამ სისტემის ჩამოშლა, ჩამონგრევა და პრინციპული ბრძოლა ამ გზაზე. ბოგოჩავას განცხადება სპეციალურ ბრიფინგზე გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მისი თქმით, მსგავსი ქმედებები მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების სისუსტის ნიშანია. ეს გატაცება მუქარა თუ რაც მოხდა, იმიტომ რომ ადამიანმა რაღაც მოსაზრება შეიძლება არაკორექტული გამოთქვა 8 წლის წინ და დღეს ისჯება, იმიტომ რომ ეს ეხებოდა შიშველი მეფის ოჯახს, ეს უკვე არის განაჩენი ამ რეჟიმისთვის. ეს რეჟიმი გვაჩვენებს ყოველდღიურად თუ როგორი შეშინებული არის თვითონ, როგორ უკვე აღარ მყარად დგას და აღარ იცის რას მიმართოს, რომ ადამიანები დააშინოს, დაემუქროს, აუგზალოს არა მხოლოდ ლაპარაკი, არა მხოლოდ სიტყვების გამოყენება, თუნდაც Facebook პოსტებზე რაღაცების დაწერა, ანუ ეს არის სრული ცდელობა, სრული კონტროლის. კოტე იოსელიანის სავარაუდო გატაცებას პროცესზე საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს არის უკიდურესად მხთალი რეჟიმის ქმედება. ის რაც მოუწყეს მის მეუღლეს და მის ოჯახს გუშინ. ეს აღარ არის რუსეთი. ჩვენ ვიზახთ, რომ არ გვინდა რუსეთი საქართველოში. რუსეთი აღარ არის ეს არის კადილოვის ჩეჩნეთი. კადილოვი იცავს ასე ხალხს. კადილოვი აწერიებს მათ ვიდეოებს. კადილოვი აჩენებს მათ ოჯახის უსაფრთხოებას. ამ ბანდიტებმა დაამყარეს საქართველოში კადილოვში ხალხი. ყველაფერს აღსავის საკვად. ძალიან მაგარი არ გეშინია, არ გავჩუნდები. ყველა უნდა მიორებ, არ მეშინია, არ გავჩუნდები. ეს არის უკიდურესად ხტალი, უკიდურესად სუსტი რეჟიმის ქმედებები. აი ეს დაქშრომლების, აშენების ცდილობა ერთუჯრედიანი, უინტელექტო, გაუნათლებელი ხოდრის კაცების მხრიდან. და ჩვენ არასოდეს ამას არ გავყავდებით, არასოდეს ამას არ გავნებდებით. ქართული ოცნების პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ფაქტს უნიჭო სპექტაკლს უწოდებს. მისი თქმით, ასეთი ბოროტის ზღაპრის მოყოლის მიზანია, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ უშიშროების სამსახურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს. უნიჭო სპექტაკლია, მაგრამ ამავე დროს ბოროტის ის დოზა ახლავს, ის დონე ახლავს, რომელიც ახასიათებდა ნაცნობრაობას. მაგრამ დღეს ესეთი ზღაპრის მოყოლა, ბოროტის ზღაპრის მოყოლა უკავშირდება კონკრეტულ ამოცანას, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს უშიშროების სამსახურს, ახალ ხელმძღვანელობას, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს. კულუპყვილო სანჩეს ამორის გარდა ამას არავინ არ დაიჭირებს. თენა ბოქუჩავა არ არის პოლიტიკოსი, რომ ხა ვინმე ფიქრობს პოლიტიკურად განაიტრალებაზე რა. ნამდვილად არანაირი რესურსი ხა თენა ბოქუჩავას ცოტა უფრო დამაჯერებელი ზღაპრები მოიგონოს ხოლმე და ურჩევ რომ მოусმინოს ამ კომისიას. ვერ გადაფარავენ ახლა ამ კომისიაზე ნაცმოძრაობის განადგურებას პირდაპირ გაგებით რაღაცა მოგონილი ზღაპრები. დღეს თემაზე კომენტარი გააკეთა თავად კოტე იოსელიანმაც. მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც პოლიტიკოსი მიანიშნებს, რომ ქართული ოცნების დამფუძნებლის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს 7 წლის წინ მოხდილი ბოდიში კიდევ ერთხელ შვილების უსაფრთხოების გამო მოუხადა.